მოგესალმებით მეგობრებო, ჩვევის პროტოკოლის მერვე ეპიზოდში. ჩვენ ვეწვიეთ ლიკას სახლ-კარს ლეჩხუმში. სანამ გადავალთ მის სამზარეულოში ფუსფუსის კადრებზე, იქამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორია ბელგიური სპორტული დანამატების ბრენდი QNT და Vortex Fitness. ეხლა ვართ ჩემს სოფელში, ანუ იმ ადგილას არასადაც ასე ვთქვათ, კლიენტ გავიწარდა ეს იყო, აი ზაფხულში მთელ არდადეგებს სადაც ვატარებდი, ზამთრის არდადეგებს და ანუ ეს ადგილი ასოცირდება ჩემთვის ყველაზე მეტად დასვენებასთან და თან კიდე ანუ გამჭვირთვას არანაირი ვალდებულება რო არ გაქვს და არც სკოლა, არც რაღაც ანუ სრულად მთლიანად ასოცირდება გართობასთან, მეგობრებთან, რაღაც ყველაფერს ახალისო ისტორიასთან და შესაბამისად ალბათ ეგეც მოქმედებს და ეგ არის მთავარი მიზეზი, თქვათ რატომაც ახლა რომ ჩამოვდივარ ლეჩხუმში, ცაგერში. თითქმის არ გავდივარ, ანუ პირდაპირ ესე სოფელში მოვდივარ ხოლმე რა. თბილისიდან ახლა გვჭირდება თითქმის 4-5 საათი რა. და რავი, შაბათს ჩამოხვიდე, კვირას უნდა დავბრუნდე, რავი, ერთი დღე ხარ ფაქტიურად, მეტი ვერც, მაგრამ ეგ ერთი დღეც იმდენად დადებითად მოქმედებს ჩემზე, რომ საერთოდ ეგ გზის ბარიერი არ არის ხოლმე. ზოგადად, როდესაც დიდი ხანი განგრძობითად ვარჯიშობს ადამიანი, როგორც არ უნდა მოინდომოს, სტრესიც რომ დაარეგულიროს, მაინც პროცესი ნელდება სიჩქარე რა. და მსგავსი განტვირთვა მნიშვნელოვანია იმისთვის, მით უმეტეს ლიკა კუნთის მასას რო ზრდის, ავტომატურად იზრდება სავარჯიშო წონები, იზრდება და მე ნელდება ეგ პროცესი და იმ პროცესის ისევ იგივე სიჩქარეზე და რელსებზე და სასმელად აუცილებელი არის რომ ცოტა ხანი გონებრივად და მენტალურად განიტვირთოს. მაგას ხო გეუბნებოდი ხოლმე. იმდენად ხშირად ახსენებდა რომ ეს ლეჩხუმი იქაურობა ჩემზე დადებითად მოქმედებს, იქაურობა ჩემზე დადებითად მოქმედებს, რომ შეგვეძლო ისევ აგვერჩია რაღაც სხვა ლოკაცია, წავსულიყავით სადმე სასტუმროში და დაგვესვენა, მაგრამ ალბათ ყველაზე ვალიდური იქნებოდა მისი იმ ადგილას ჩვენება, ჩემთვისაც ყველაზე ვალიდური იქნებოდა ლიკა მის კუთვნილ სამზარეულოში ხელის ხეხვის დროს რომ გადავეხო ინტერვიუს. ხო, ეგ ლეჩხუმი ხო ძალიან მიყვარს მართლა და ვგიჟდები, მაგრამ მეორე ანუ ჩემთვის საყვარელი საქმიანობა არის ხოლმე ლეჩხუმში მეგობრების, ნაცნობების, ახლობლების მაგათი გამასპინძლება და თან აი ძალიან მიყვარს კულინარია, ეგეც ჩემი დამშვიდების რაღაც ჰობი არის ერთ-ერთი. განაისრო ხა ძალიან ხშირად ვაკეთებ რაღაცებს, მაგრამ აი რაღაცნაირად ცუდად როცა ვარ, რავი, რამეს გავაკეთებ უცებ ან სალატს ან რაღაცას. ეხლა ხაჭაპურს კი პირველად ვაკეთებ, მე მგონი, იმიტომ რომ დედაჩემს არ ჩაბარებული ეგ საკითხი ძირითადად, მაგრამ არ ვიცი, მე ჩემი თავის მჯერა და მგონია რომ კარგი უნდა გამომივიდეს. რა უნდაას შეგავსო. აი, აბა ნახოთ რა არის. აი თუ როგორ მოაკ აი უნდა გავსინჯო რა ვქნა. მეც მაინტერესებს, ხო უნდა მივხვდე ობიექტურად მაფასებ თუ არა. შენ სუბიექტური იქნება. მეგრული ხაჭაპური რო ეხა ტოპარი რა თქმა უნდა. აი, კაიო. აჯიკას რომ მოაყრი, ეგეთი გემოაკ რა. მე მომეწონა. რაღაც ექსპერიმენტით ხო გითხარი, ხო? ხო დავაკეთებ ხა. ყველი კაია მაგარით. ეგან სულგუნია მოიყვანა. მასპინძლობისთვის ძალიან დიდი მადლობა ლიკა. რაც ვნახეთ ჯერ შემდეგ ვიდეოში მეც ვნახავთ, მაგრამ აქაურობა ძალიან მოწონს პირველად ვარ, მაგრამ ალბათ შემდეგ ვიდეოში თავიდან ბოლომდე ემოციურად შევიგრძნობ ლეჩხუმს. ძალიან მომეწონა ის შენი გაკეთებული ხაჭაპური, ალბათ კადრებში გამოჩნდება და მოდი ლეჩხუმი დავლოცოთ და დანარჩენი უკვე შემდეგ ვიდეოში გამოვაჩინოთ. გამოვაჩინოთ ლეჩხუმს. შენთვის არ შეიძლება და ჩემს შეიძლება ბოლომდე დავლე. ხვანჭკარ არის სხვათა შორის მეგობრებო. ნუ ჩემი მონაწილეობაც არის, მე დავკრიფე ეს ფულზე. მე დავლიე და ჩემი მონაწილეობაც გამოდის. ლიკას წონა 56 კილოგრამზეა. მისი კუნთის მასა საგრძნობლად გაიზარდა. სწორედ ამიტომ დღიური ცილის მისაღები ნორმაც ცირედით გავზარდეთ.
რომ აღდგენითი პროცესები არ შეფერხდეს. ის კვებას შერიფით აპლიკაციით აკონტროლებს, რათა სოფლის პირობებშიც კი მაკრონუტრიენტების დღიურ რაოდენობას შეხვდეს. ეს ძალიან წინ მიდიხარ. აი ეგ. ოკეი. ახე, იდი, ჩაჯიქი. აი, ჩადი, ფეხები ძალიან გაძება, ცოტა შეწიე. ახე, შენი წელი უნდა იყოს სწორი და არა ეს. წელი წინ არ წაიღო. კარგია. აი ეგრე. იდი. აი ეგრე. კარგია. ამოსვლის დროს ქუსლებს მიაწექი. ხო. ზემოთ უყურე სარკეს. აი ეს. დღეს გვექნება საჯდომზე ორიენტირებული ფეხის დღე. და იდეაში ყველა ვარჯიში თითქმის 6-დან 5 არის გლუტზე ორიენტირებული. ალბათ ქალებისთვის უფრო საინტერესო დღე არის. ნახოთ როგორ მოეწონება ყველას. ეს არის სუმო ჩაჯდომები. ჩაჯდომის მთავარი მიზანი არის რომ ბოლომდე ჩაჯდოს სხეული და გაიწელოს მთელი კუნთი. და ამოსვლისას საჯდომით ამოვიდეს. როდესაც კუნთი სამუშაო წონასთან ადაპტირებას იწყებს, რაც უმეტესწილად 2-3 კვირაში ერთხელ ხდება ხოლმე, სამუშაო წონას ზრდით. ამ პროცესს ეწოდება პროგრესული გადატვირთვა. და ის არის ერთადერთი გზა კუნთის სტიმულაციისთვის. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მყესები, იოგები და შემაერთებელი ქსოვილები ისე სწრაფად ვერ აღდგებიან, როგორც ჩვენი კუნთები. აქედან გამომდინარე, რაღაც ეტაპის შემდგომ ვაღწევთ პლატოს. თუ არ მოხდება ამ ნაწილის დაზღვევა ან დანამატის მიღება, მივიღებთ მიკროტრაუმებს, ტკივილებს და რაღაც ეტაპის შემდგომ იზულებით ვარჯიში შეჩერებას. იგივე ისევ გლუტზე ორიენტირებული არის. უბრალოდ ესებსაც ძალიან კარგად აწვება და მაგიტომ მიყვარს, რომ კონცენტრაციის უნარს უვითარებს ფეხის არეალში მთლიანი. მაგრამ მარტო გლუტზე არ არის ორიენტირებული, ჰამსტრინგზეც არის. ნელა არსად არ გიჩქარება ფეხი, ნელა, აი ეგ. კარგი. საჯდომის ყველა ვარჯიშს დააკვირდებით, მთავარი მოქმედება არის მთელი საჯდომის კუნთის, ანუ გლუტის გაწელვა რა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ხიდი იქნება, სუმო ჩაჯდომები, სხვა ჩაჯდომები თუ თუნდაც კიკბექები რა. რაც უფრო მეტად გაიწელება საჯდომის კუნთი, უფრო მეტად ფორმირდება და უფრო მეტად იზრდება იმ ფორმით, რა ფორმისაა თქვენი დინდა. ამიტომ ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ, რომ მოძრაობა იყოს რაც შეიძლება გრძელი საჯდომის გულისხმობ ახლა კიკბექების დროსაც ფეხის ბოლომდე წაღებას. არდიელის დროს მნიშვნელოვანი რაც არის ის, რომ დატვირთვა არ წავიღოთ წელზე და მთლიანი წონის ამოტანა კონცენტრირებულად გქონდეს ჰამსტრინგებზე და გლუტებზე. უმეტესწილად ვერ აკონტროლებენ ხოლმე მაგ ყველაფერს. ეცადეთ ხოლმე რომ თუ დატვირთვა წელზე იგრძნობთ, ჯერჯერობით სუსტი წელის გამო შეიკავოთ თავი და გაძლიერების მერე დაიწყოთ არდიელის ჩასმა. პროგრესი გვაქვს, აღიარება, აი კამერასთანაც ვიტყვი, რომ ვარჯიშში წინ მივდივართ. მე რო არ მითხრა, არ მაქებ ხოლმე. არა, ქებარა შუაში, აი ფაქტია უბრალოდ. ვაი. დღეს განსახილველი პროდუქტია QNT კოლაგენი ჟოლოს არომატით. საზოგადოებაში არსებობს მრავალი მითი, რომ კოლაგენს მხოლოდ ქალები იყენებენ ხმებისა და კანის ხარისხისთვის, თუმცა ეს მცდარი შეხედულება არის. სპორტული მედიცინა ადასტურებს, რომ კოლაგენი არის შემაერთებელი ქსოვილის საშენი მასალა. 2021 წელს ჟურნალ Amino Acid-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფიზიკურ აქტივობასთან ერთად კოლაგენის მიღება აუმჯობესებს მყესების სიმტკიცეს, აჩქარებს აღდგენით პროცესებს. ასევე ამცირებს სახსრების ტკივილს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზრდის მოძრაობის თავდაჯერებულობას. ასევე შეგახსენებთ, რომ QNT-ის ნებისმიერი დანამატი შეგიძლიათ შეიძინოთ AWS-ის ნებისმიერ ფილიალში. ხიძე რომ დასამატებელი არაფერი არ მოხს, ალბათ ყველა მიხვდებით, იმიტომ რომ ყველა ფეხის დღეს მოხს ჩასმული ყოველთვის. ამაზე კარგი საჯდომის ვარჯიში არც ერთი არ არის, რაც არ უნდა ვთქვათ. შეუცვლელი არის, როგორც მე. თან წონებიც საკმარისად გავზარდეთ. თავის წონაზე მეც წევს, თითქმის 50%-ით. ამ ვარჯიშის მთავარი პლუსი არის ის, რომ საჯდომის ზედა ნაწილს გამოყვეთს ხოლმე იდეალურად და მაგიტომ მიყვარს ტრენაჟორის გარდა პლუს ამასაც რო ვსვავ. და პლუს ალბათ ბევრ ხალხს აქვს პრობლემა. გვერდები. შევსება საჯდომის შევსების ნაწილი რა. აი
ეს გვერდითი ნაწილი ზოგიერთს გენეტიკურად არ აქვს და ეს ვარჯიში არის ერთადერთი, რომელთაც შესაძლებელი არის, რომ მცირედით შეავსო და ის სიბრტყე, რასაც სიუშნოვეს ეძახიან ხოლმე საჯდომისას, გააქრონ რა. კარგია. კარგია. ტრენაჟერები ჯობია რომ აი რომ დაიღლები, ბოლოს ჩასვა რომ ძალა რო არ გაქვს, არასწორად არ გააკეთო და კუნთის ბოლო ძალებიც გაწურო. კარგია. რას ვაკეთებდი არ ვიცი. წავა.